მოგესალმებით ბატონო ლადო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ბუნებრივია კითხვა შეეხება უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რამდენ სწორად მიგაჩნიათ ის ცვლილება, რომელიც შევიდა პარლამენტში და შეფასებები არის საკმაოდ ისეთი განსხვავებული და რადიკალური, თვლით თუ არა რომ იზღუდება ამითი უფლებამოსილება თვითონ უნივერსიტეტის? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მაგრამ მოდი დავაზუსტოთ, რომელ ცვლილებას გულისხმობთ, რომელიც ვეტოს დაძლია პარლამენტმა თუ ახალი შესულს. გასაგებია. მე ვთვლი, რომ ეს ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ უნივერსიტეტში აღდგეს და საერთოდ ზოგადად უნივერსიტეტებში აღდგეს წესრიგი. იმიტომ რომ ის რაც წლების განმავლობაში ხდებოდა პრაქტიკულად ყველა უნივერსიტეტში, მე გულისხმობ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ეს იყო დარღვევა სტუდენტების უფლების, ეს იყო დარღვევა პროფესორის უფლებების. პრაქტიკულად რამდენიმე სუბიექტმა მოახერხა, რომ უნივერსიტეტი თავის ინტერესებზე მოერგო. და შესაბამისად შემდეგ უკვე სწორედ მათ დაიწყეს ყველაზე მეტი ხმაური, რომ თურმე მათი უფლებების ახლა დარღვევის გამო ირღვევა უნივერსიტეტის ავტონომიურობა. უნივერსიტეტის იდეა თავისთავად არის ძალიან წმინდა, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, ის უნდა იყოს მართლაც ავტონომიური. მაგრამ ამისთვის საჭირო არის, რომ უნივერსიტეტში დამყარდეს წესრიგი. მთავრობა კი არ უნდა ნიშნავდეს ხელმძღვანელობას, არამედ უნივერსიტეტი უნდა ირჩევდეს. მაგრამ ახლა დგება კითხვა, როგორი უნივერსიტეტი? ანუ უნივერსიტეტი, რომელიც ფორმირებული არის უწინარეს ყოვლისა სტუდენტებით და მაღალპროფესიონალი პროფესორებით. და არა იმ პროფესორებით, რომელიც სხვადასხვა დარღვევებით ინიშნებოდნენ და შემდეგ ასეთი პროფესორები ირჩევდნენ თუ რეალურად ამტკიცებდნენ მთავრობის კანდიდატებს რექტორის თანამდებობაზე. ამიტომ დღეს რა ცვლილებაც არის შეტანილი პარლამენტში, მე ამ ცვლილებას მივესალმები, რადგანაც ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის, რომ წესრიგი დამყარდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. რაც შეეხება ხელმძღვანელის, იმიტომ რომ ამან გამოიწვია ყველაზე მეტი. ჩემი მიდგომა აქ არის და ყოველთვის იყო ძალიან მარტივი. უნივერსიტეტის პირველი კაცი აუცილებლად უნდა იყოს არა მარტო აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო ხარისხის მქონეც და პროფესორიც. იმიტომ რომ მას აქვს ურთიერთობა სტუდენტებთან, მას აქვს ურთიერთობა პროფესურასთან. და როცა მის წინაშე დგება პრობლემები, მას თვითონ უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ლექციის წაკითხვა. მას უნდა ესმოდეს თვითონ, რას ნიშნავს სტუდენტთან ურთიერთობა. და მას კარგად უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს მეცნიერული კვლევა. და თვითონ თუ ამის გამოცდილება არ აქვს, მისთვის ეს ყველაფერი ძალზე უცხო იქნება. ამიტომ ის ჩანაწერი, რომ სხვათა შორის, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოამზადა თავის დროზე კანონპროექტი უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, უმაღლეს განათლებასთან, იქ ეწერა, რომ რექტორს უნდა ქონოდა ხარისხი. მაგრამ შემდეგ სწორედ პოლიტიკური მიზნებიდან ეს ამოვარდა. ასე რომ ვთვლი, რომ ეს ჩანაწერი აბსოლუტურად ადეკვატურია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება გაუცხოება. რექტორი იქნება დაცილებული სასწავლო პროცესს და კვლევით სამქმიანობას. თქვენ თუ აპირებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას თუ გამოცხადა რექტორის თანამდებობაზე და როგორ ფიქრობთ, ანუ რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტი დაუშვათ თუ მიიღებთ კონკურსში მონაწილეობას? კი, თქვენ კანდიდატურას. კი ბატონო, უკვე გამოცხადდა კონკურსი. რაც შეეხება კანდიდატურების დასახელებას, ეს არ არის რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით, ანუ თითოეულ სუბიექტს თვითონ შეუძლია დაასახელოს თავისი თავი. მაგრამ მე ამით არ ვისარგებლებ. მე ნამდვილად ჩემ თავს არ დავასახელებ. თუ სტუდენტთა ჯგუფი, პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი დამასახელებს, მე რა თქმა უნდა მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ის რომ ახლა ლადო პაპავ თავის თავი თვითონ დაასახელოს, მე ასეთი პიროვნება არ გახლავართ. მით უფრო რომ არაერთი წლის განმავლობაში ჩემთან მოდიოდა სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფი, მოდიოდა პროფესორ-მასწავლებელთა სხვადასხვა ჯგუფი და მათ აქტიურად ჰქონდა ჩემთან საუბარი, რომ თუ იქნება შესაძლებლობა, თუ დადგება ასეთი დრო, რომ მე მომიღო მონაწილეობა და მექნებოდა მათი მხარდაჭერა. ასე რომ საკითხი არის ძალიან მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მე შემიძლია ისევე როგორც ნებისმიერ აკადემიურ ხარისხის მქონეს დააყენოს თავის თავი, მე ამით არ ვისარგებლებ. მაგრამ თუ სტუდენტთა ჯგუფი ხავს უსვამ, პირველ რიგში სტუდენტებს ვაყენებ და პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი მოიძებნება, რომელიც ამას დააყენებს, მე ნამდვილად უარს არ ვიტყვი. მაგრამ არის ერთი მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გამოცხადებულია, ვიცით რომ პარლამენტი იხილავს ცვლილებას.
ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს არჩევნები უბრალოდ ამ ეტაპზე არ შედგეს და ახალი მიღებული კანონის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა თუ ეს ისეთ ამ ჩანაწერში დარჩა როგორც არის დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი. მე ერთ ვთვლი რომ თუ ამ გზით წავიდნენ და ჩემი აზრით ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რაც შეიძლება მალე მაინც უნდა ჩატარდეს არჩევნები. იმიტომ რომ უნივერსიტეტს ჭირდება ლეგიტიმური ხელმძღვანელი. არჩევნების გარეშე ვინც არ უნდა იყოს მოვალეობის შემსრულებელი, როგორ მაღალი ნდობაც არ უნდა კონდეს თავრობის მხრიდან, ეს საკმარისი არ არის. იმიტომ რომ პირველ რიგში უნივერსიტეტის ხელმძღვანელს ნდობა უნდა კონდეს თავისი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების. როგორც გითხარით, იყო, მაგრამ ეს იყო მანამდე, ეს ახლა ეს საკითხი აქტუალური გახდა გუშინ. მაგრამ ეს მეგობრებით, რამდენიმე კვირის წინანდელ, რამდენიმე თვის წინანდელ არსებულ კონსულტაციებს საუბრებს, ასე რომ ასეთი იყო, მაგრამ ახლა ეს ჯგუფი გუშინდელი დაწყებული მოვლენების შემდეგ რეალურად რექტორი გადადგა გუშინ საღამოს, ამიტომ ჯერჯერობით დღემდე მე არავინ არ დამკავშირებია. მაგრამ თუ რომელიმე ჯგუფი კვლავ მოისურვებს რომ დააყენოს ჩემი კანდიდატურა, მე რა თქმა უნდა მივიღებ მონაწილეობას. საერთოდ მიმდინარეობდა ასე რომ ყველა იცოდა რომ მოხდებოდა გარკვეული ცვლილება. ჯერ ერთი რომ შეიცვალა სტატუსი. ხო, ამაში რა არის გასაკვირი? შეიცვალა სტატუსი, სტატუსს მოყვებოდა ახალი რეორგანიზაცია და რაც თავარია, ის რომ რექტორი უნდა ყოფილიყო აკადემიური ხარისხის მქონე, ეს წერია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში. განათლების და მეცნიერების ნაწილში. თუ აიღებთ ამ პროგრამას, იმ კაფეო წერია, რომ ხელმძღვანელი უნივერსიტეტს უნდა ყავდეს ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს აკადემიური ხარისხი. ამიტომ ეს თემა უკვე დიდი ხანია ცნობილია. ბუნებრივია თუ ქართული ოცნება მოვიდოდა საპარლამენტო არჩევნებში, გაიმარჯვებდა, მას ამორჩეველი ამას მოსთხოვდა. მათ გაიმარჯვეს და როცა ასე ვთქვათ მოახერხეს და შექმნეს კანონპროექტი, მაშინ მოხდა ამის ინიცირება. აქედან გამომდინარე, როცა ქართულმა ოცნებამ არჩევნებში გაიმარჯვა, პრაქტიკულად იმ დღიდან იწყება ჩემთან და ალბათ არა მარტო ჩემთან, სხვასთანაც კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნებამ რადგანაც ეს დაპირება მისცა ამორჩეველს, ალბათ შეიცვლება ყველა ის რექტორი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხარისხი და უწინარეს ყოვლისა საუბარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და ამან მისცა საფუძველი, რომ ჩემთან გამართულიყო კოლეგების და სტუდენტების შეხვედრა და გარკვეული კონსულტაცია. ნამდვილად არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. მე შემიძლია გითხრათ, ვინც არ უნდა დაინიშნოს, მინდა ჯეროდეს რომ ეს იქნება ღირსეული პიროვნება, იმიტომ რომ ახლა დღეს ძალიან მტკივნეულია საკითხი, ძალიან უძნობიარია საკითხი და ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ძალიან სწრაფად დაინიშნება არჩევნები. ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, უნივერსიტეტს რაც შეიძლება მალე უნდა ყავდეს არჩეული რექტორი. და ერთი მომენტია კიდე. დასახელების გარდა არის კიდე მომენტი, ვინ აირჩევს. დღეს მოქმედი კანონით არის რომ ირჩევს აკადემიური საბჭო. თუმცა მე ტელევიზიით უსმინე არაერთხელ გამოვიდა მინისტრის მოადგილე, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ზურაბიშვილი და მან საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა უფრო გაფართოებულ ფორმატზე. იმიტომ რომ აკადემიური საბჭო ბევრ სხვა ნაკლთან ერთად, თუმცა იქ ძალიან ბევრი ღირსეული პროფესორია, მაინც არის მცირე ზომის და ზუსტად მთლიანობაში ვერ ასახავს იმ ინტერესებს, რომელიც არის იმ ინტერესთა ჯგუფებს, რომელიც არის უნივერსიტეტში. რომ გაიზარდოს წარმომადგენლობები, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობდეს არა მარტო აკადემიური საბჭო, არამედ იყოს ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტების წარმომადგენლები. რაც უფრო მაღალი იქნება რექტორის არჩევის ლეგიტიმაციის დონე, მე ამას მივესალმებ. დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან, ეს არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში უბრალოდ დავაზუსტებ. აი მას მერე რაც უნივერსიტეტში დაინიშნა, არ მინდა შემეშალოს, თუ არ ვცდები, ეს არის 2004 წლის ბოლო, დაინიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ქალბატონ რუცუ და ლორდ კეპანიძე, იმ დღიდან იწყება, რომ უნივერსიტეტმა დაკარგა დამოუკიდებლობა. იმ დღიდან იწყება სწორედ რომ თანდათანობით ეს დამოუკიდებლობა მცირდება, შემდეგ ინიშნება რექტორად ხუბუა და მიდის აგრესიული დამოუკიდებლობა პრაქტიკულად დევნა პროფესორის. და გავიხსენოთ ის ჩაკეტილი გამოწყდეული პროფესორები, როგორ შერაცხეს ის ხულიგნებად, ანუ პრაქტიკულად განხორციელდა ის პროცესი, რასაც პროფესორ-მასწავლებლების ჩარეცხვა ჰქვია და რაც სამწუხაროდ რის ინიციატორიც იყო იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტი.
აქედან გამომდინარე, აი ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტი დამოუკიდებელი არ იყო და მე შეგახსენებთ რა, ახლა ბატონი სანდროს გარექტორება ეს თავისთავად უბრალო მომენტი არ ყოფილა. მე ნამდვილად არ მინდა რაიმე აუგივთქვა ამ პიროვნებაზე, თუმცა მას ჰქონდა სერიოზული შეცდომები და ეს შეცდომები სასამართლოთაც არის დადასტურებული და გარკვეული ძიება დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ გავიხსენოთ როგორ იყო ხუბუა რო გაუშვეს. როგორ აიძულეს ხუბუა რო გაუშვეს. რა ხუბუა აკადემიურმა საბჭომ გადააყენა? თუ პოლიტიკური ზეწოლით და ქვეშ დაწერა განცხადება, დაწერა და აკადემიურმა საბჭომ ასევე რეკომენდაციები მთავრობიდან 2 კვირით აირჩია რექტორი ბატონი პროფესორი სურგულაძე. და ზუსტად 2 კვირაში მანაც დაწერა განცხადება, გადადგა და უკვე რექტორად მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა აკადემიური ხარისხის არ მქონე პიროვნება, რომელიც რამდენიმე საათით ადრე იყო განათლების ბოდიში ჯანდაცვის მინისტრი. ასე რომ ეს ზეწოლა იყო პრაქტიკულად ესეთი თვალნათლივი მოდელი, რაც ხორციელდებოდა უნივერსიტეტზე. ამიტომ ჩემთვის ამოსავალი პრინციპი არის, რა თქმა უნდა, აკადემიური დამოუკიდებლობა, უნივერსიტეტის ავტონომიურობის შენარჩუნება. რაც შეეხება თვითონ სამოქმედო გეგმას, მე ეხლა შემიძლია ამ თემაზე თუ გექნებათ კითხვები ვისაუბრო, მაგრამ ბუნებრივია თუ არჩევნები დაინიშნება და მე ამ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, გითხარით ამის პირობა რა არის, რომ ვიღაცამ უნდა წარმადგინოს და ჩემ თავს მე თვითონ არ წარმოვადგენ. აი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საკმაოდ ცალ სამოქმედო გეგმას შევთავაზებ, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმას, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური და პროფესურა უნდა წყვეტდეს, როგორ მიმდინარეობდეს პროცესი. და სტუდენტობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული როგორც სასწავლო პროცესში, ასევე შედარებით მაღალი საფეხურის სტუდენტები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სამეცნიერო კვლევებში. არ შეიძლება რომ ყავდეს მაგისტრატი და მაგისტრატურის სტუდენტი არ მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევებში. დოქტორანტს ხო უშუალოდ ევალება ამის განხორციელება. ბუნებრივია რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანობის აღდგენა, რომ ყველას უნდა კონდეს იმის გაცდა, რომ თითოეულ ვაკანსიაზე იქნება სწორედ ის პროფესორი არჩეული, რომელიც ყველაზე საუკეთესოა. და არავის არ უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ კარგი პროფესორები, განსწავლულები დატოვებული არიან გვერდზე. აი თუ ეს მოხერხდება და მე მიმაჩნია რომ დღეს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური სიტუაცია რომ ამის შესაძლებლობა დღეს არის, ყოველ შემთხვევაში მე არ ვთვლი იმ ადამიანად თავს რომ ვიღაცას შეუძლია ჩემზე კონდეს პოლიტიკური ზაგავლენა. მე უფრო ადვილად შემიძლია თანამდებობიდან გადავდგე, ვიდრე ვინმეს დავემორჩილო. თუ გულისხმობთ ფულის სახელმწიფო უნივერსიტეტს არა? თლიანობაში თუ შეხვედრებთ ამ კანონ პროექტს, აქ არ წერია რომ ინიშნება რექტორი, აქ წერია ინიშნება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც უნდა ჩაატაროს არჩევნები. ასეთი რამ სააკაშვილმა არ დანიშნა რუსულ ლორთქიფანიძე რექტორის მოვალეობის შემსრულებლად? თუ კვიტაშვილი არ იყო თავიდან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მე არ გახდა რექტორი. ასე რომ მოდით და გულწრფელად ვთქვათ, ვის და ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს არანაირი მორალური უფლება ილაპარაკოს ამ თემაზე. სწორედ მათ აიძულეს და მათ გაყარეს უნივერსიტეტიდან საკმაოდ სერიოზული მეცნიერები, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე პროფესორები, რომელთაგან ბევრმა ვერ გაუძლო და სამწუხაროდ არაერთი უკვე გარდაცვლილია. ასე რომ თვითონ მე მესმის ნაციონალური მოძრაობის გულისტკივილი ეს გამოიხატება იმაში, რომ ხედავენ, რომ უნივერსიტეტებიც ეცლებათ ხელიდან. კი ბატონო, უნივერსიტეტი არც ერთი მთავრობის, არც ერთი ხელისუფლების მონა არ უნდა იყოს, არც ერთის, ვინც არ უნდა იყოს, გუშინ ნაციონალები იყვნენ, დღეს ქართული ოცნება, ზეგ სხვა იქნება, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი. და სწორედ ეს მაძლევს სწორედ იმის სურვილს, რომ მივიღო ამაში მონაწილეობა. და მეტი არაფერი. რაც შეეხება პრემიერის მიერ დანიშვნას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ეს არის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. კარგი იქნება, თუ კანონში მკაფიოდ იქნება ჩაწერილი ეს არა ძირითად მუხლში, არამედ გარდამავალ მუხლში და რაბსთავარია იქნება კონკრეტული ვადა, რა ვადით ინიშნება მოვალეობის შემსრულებელი, რომ ეს არ გაიწელოს ხანგრძლივად და ამან არ გამოიწვიოს ანომალური სიტუაციის ჩამოყალიბება, როცა კვლავ გაჩნდება ეჭვი, რომ უნივერსიტეტი არის ზემოდან მართული. ხოლო რეფორმებისთვის კი მე მიმაჩნია ასეთი რამ, რაც უფრო მაღალი აქვს რექტორს ლეგიტიმაციის დონე, მით უფრო ადვილია მისთვის რეფორმის ჩატარება.
მე თავის დროზე, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში გავხდი აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, მე არავის არ დაუნიშნივარ. მე ამირჩიეს. ამიტომ მე გავაკეთე სწორედ ის, რასაც თვლიდი საჭირო, იმიტომ რომ თვლიდი რომ ვინც ამირჩია ჩემმა კოლექტივმა, მე მანდო ამ რეფორმის ჩატარება. ხოლო ზემოდან დანიშნული მოვალეობის შემსრულებისთვის კი ერთობ რთული იქნება ასეთი რეფორმების ჩატარება. ამიტომ ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ პარლამენტი გაითვალისწინებს მოსაზრებას, რომ გარდამავალ დებულებაში გადაიტანოს ეს პროცედურა და მიუთითოს, რომ სიტყვაზე ვთქვათ, არ ვიცი, დაუშვათ მაქსიმუმ 3 თვის ვადით ინიშნება მოვალეობის შემსრულებელი და 3 თვის ვადაში მან უნდა მოამზადოს არჩევნები რექტორის. მე 3 თვი პირობით გითხარით, მე არ ვიცი, ახლა შეიძლება უფრო ნაკლები ჩაიწეროს, ცოტა მეტი ჩაიწეროს, მაგრამ ვადა ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს. თუმცა აი, როდესაც საუბარი არის ოპონენტებზე, ისინი მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ მოვალეობის შემსრულებელი დიდი ალბათობით შემდეგ იქნება არჩეული, რადგან უკვე ეცოდინებათ პრემიერის მოდით ამას შევხედოთ ასე. მე ნამდვილად არ ვარ ახლა იმ ილუზიებით შეპყრობილი, რომ თუ მივიღებ მონაწილეობას, აუცილებლად გავიმარჯვებ. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული, თუ კანონი იკანონებს და არჩევნები ჩატარდება და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. მე ყოველთვის მინდა რომ ეს ფიქსირდებოდეს. სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ნდობა მექნება, ვინც არ უნდა იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. და რომ ამჯეროდეს გამარჯვების, რა თქმა უნდა, ეს ოლიმპიადა არ არის, რომ მონაწილეობა მიიღო მონაწილეობისათვის. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, გამორიცხული ნამდვილად არაფერი არ არის, მეც ალბათ იმიტომ ვარ თქვენთან და ეს საკითხიც, იმიტომ ჟღერს რომ ამის შესახებ მე თვითონაც მოვისმინე, 1-2 თუ 3 თვის წინ ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში სტუდენტებმაც კი დამასახელეს, ეს ნაწილი სტუდენტების სწორედ ის ნაწილია, რომელიც ჰქონდა ჩემთან კონსულტაცია და ვიცი რომ ეს საზოგადოებაში იყო, ამიტომ როდესაც ჟურნალისტებმა მე არავის არ დაკავშირები ვარ და არ მithქვია რომ მე თვითონ მოდით ინტერვიუს მოგცეთ. პირიქით, აქედან მიკავშირდნენ, ესე იგი ჟურნალისტებმა საიდანღაც გაიგეს. მე ხო არ მithქვია, თუ მე არ მithქვია, ესე იგი სხვას ვთქვია. და ეს სხვა ნამდვილად არ ვიცი და მას ამ ეტაპზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში თუნდაც რომ არ ვარ ადვილად სამართავი კაცი, შეიძლება პირიქით. ძალიან უხერხული პიროვნებაც იყო ძალიან ბევრი პოლიტიკოსისათვის და სწორედ ამიტომ აქვს პრეტენზია რომ ვიყო იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც თავარი რა იყოს ავტონომიური. ანუ ყველაზე დიდი დარტყმა პოლიტიკური უნდა მიიღოს თავის თავზე რექტორმა, რომ შეუნარჩუნოს მას ავტონომიურობა. თუნდაც რომ ამის უნარი მე გამაჩნია. დანარჩენი ახლა კოლექტივზე ამირჩევენ, ხომ კარგი, თუ არა და მე უმუშევარი არა ვარ, რომ ამით სამსახურს ვეძებთ. ბატონო ლადო, ჩემთვის ნაცნობია პირადად თქვენი შეხედულება დვალის კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და მის კონცეფციასთან და ხო შეიცვალა რამე? აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლა. რას ფიქრობთ? ზუსტად იგივეს ფიქრობ, რასაც ადრე ფიქრობდი. კონცეფცია არის ძალიან საინტერესო, მაგრამ ის დაცილებული არის იმ რეალობას, რაშიდაც იმყოფება დღეს ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცე. თუ ჩვენ პირწმინდად გავაკეთეთ, ჯერ ერთი კონცეფციით რეფორმა ატარდება. კონცეფციით უნდა დაიწეროს პროგრამა. შემდეგ ამ კონცეფციას არ აქვს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმურ ორგანიზმს კონცეფცია არ შეუქმნია და მე ამაზე არაერთხელ მithქვამს, იმიტომ რომ არანაირი ნორმატიული აქტი არ არსებობს, რომლითაც ეს კომისია შეიქმნა. უფრო მეტიც, ამ კომისიის წევრებმა თავის თავს ერთ დოკუმენტში უწოდეს კომისიის საინიციატივო ჯგუფი. ანუ ჩვენ ისიც არ ვიცით, კომისია გვაქვს თუ საინიციატივო ჯგუფი. მაგრამ შინაარსობრივად რომ მიუდგეთ, მე ნამდვილად არ მინდა შეიქმნას ასეთი სიტუაცია, რომ უნივერსიტეტში მხოლოდ 5 ტენუირებული პროფესორი ვყავდეს და მე ვერ ველაპარაკებთ მათ დამოუკიდებლობაზე. იმიტომ რომ სტანდარტები რომელიც წერია, მისაღებია. მე პირადად არანაირ პრობლემას არ ხედავ, რომ თვითონ ვიყო ტენუირებული პროფესორი. მაგრამ რეალობას თუ შევხედავთ, ჩვენ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე საბუნებისმეტყველო დარგიდან ვყავდეს ტენუირებული პროფესორი და სხვა დარგებში არ ვყავდეს. ანუ იქ სადაც ყველაზე დიდია პოლიტიკური ზეწოლა სოციალურ მეცნიერებებში, ეკონომიკურ მეცნიერებებში, იქ შეიძლება სწორედ საერთოდ არ ვყავდეს ტენუირებული პროფესორი და როგორ უნდა უზრუნველყოს იმ პროფესორმა მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, თუ კი მას ეს გარანტია არ აქვს. და რასთავარია, ტენუარის ინსტიტუტი საკმაოდ სერიოზულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მე ეს თემა, რომელიც ფინანსებთან არის დაკავშირებული, გამომდინარე ჩემი სპეციალობიდან შესანიშნავად მესმის. ამიტომ საბანი სწორედ იქამდე უნდა იყოფინო, რასაც გაგვწდება. არ შეიძლება ისეთი მოდელი შესთავაზო უნივერსიტეტს, რომლის ფინანსური რეალიზაცია არ იქნება და რასთავარია,
თვითონ ტენუარი დღეს დასავლეთშიც განიცდის სერიოზულ მოდიფიცირებას და კრიტიკას. აღარ არის ის ერთმნიშვნელოვნად ყველგან მისაღები. თავარი რა არის, მეგობრებო? თავარი არის, რომ უნივერსიტეტის პროფესორმა იგრძნოს, რომ ის სასწავლო პროცესში არავინ არ ერთობა და არავის არ აქვს არანაირი ზეგავლენა. ხოლო სტუდენტი დარწმუნებული იყოს, რომ მას ყავს სწორედ ის პროფესორი, რომელიც ყველაზე კვალიფიციურია და აძლევს სწორედ მას იმ ცოდნას, რომელიც გამოადგება. აი ეს არის გასაკეთებელი. ამის სხვადასხვა გზა არსებობს და არა მარტო მხოლოდ ტენუარის გზით გამოყენება. თუმცა ტენუარის ინსტიტუტის მოდიფიცირებული გამოყენება სულაც არ არის გამორიცხული. უბრალოდ პროცესები უნივერსიტეტებში უფრო რთულია, ვიდრე ამ კონცეფციაშია წარმოდგენილი და ყველაზე მნიშვნელოვანი. გახსოვთ, თავიდან რეფორმა დაიწყო კახალომაიას ხელმძღვანელობით. იმ რეფორმის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ იქ თავარი ფიგურა უნივერსიტეტში იყო სტუდენტი. ლომაიას მოდელში პროფესორი იყო მეორე ხარისხოვანი. და გახსოვთ ეს ვაუჩერები სტუდენტი ირჩევს იმ მაღალ სადაც ისწავლება და ანუ თავარი ბირთვი უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო სტუდენტი. აი დვალის ჯგუფის მიერ მომზადებულ მასალაში ისიც სამხრივია. თავარი კომპონენტი იქ არის პროფესორი. ჩემთვის კი უნივერსიტეტი ერთდროულად არის ორივე. არ შეიძლება ის იყოს მარტო სტუდენტისთვის და არ შეიძლება ის იყოს მარტო პროფესორისთვის. არც სტუდენტი ვარგა პროფესორის გარეშე და არც პროფესორის ესაქმება უნივერსიტეტში სტუდენტის გარეშე. იცით, ერთ პერიოდი ასეთი ხუმრობა გავრცელდა ერთ-ერთმა პროფესორმა არ დადაგების დროს რომ შეაღო უნივერსიტეტის კარები, თქვა, დედა რა კარგია ეს უნივერსიტეტი არ დადაგების დროს, როცა სტუდენტები არ არიან. მე არ მინდა ასეთი უნივერსიტეტი, მე არ მესმის ასეთი უნივერსიტეტის. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ეს, უნდა იყოს ისეთი მოდელი, სადაც ეს ორი კომპონენტი ერთად არის განხილული. სამწუხაროდ არც ლომაიას მოდელი თვალისწინებს ამ ორ კომპონენტს ერთად და არც დვალის მოდელი თვალისწინებს ამ ორ კომპონენტს ერთად. ხოლო მე ამის შესახებ არაერთხელ მithქვამს და მიწერია, ინტერვიუც მიმიცია და ვთვლი რომ თუ მომეცემა იმის ნდობა მექნება რომ ჩავდგე ჩვენს დედა უნივერსიტეტს სათავეში ყველანაირად შევეცდები იმის განხორციელებას რომ უნივერსიტეტი სწორედ იყოს ერთობლიობა პროფესორის და სტუდენტების და პროფესორის და არა რომელიმე ერთი მხარის სასარგებლოდ მიმდინარეობდეს პროცესი. ასე სასწავლო პროცესი ნორმალური ვერ იქნება. მადლობა. აკადემიკოსი ლადო პაპა.